ღმერთი, როგორც ყოვლის შემძლე და ყოვლად გონიერი და ყოვლად ბრძენი არსება, ქაოტურად კი არ უშვებს ჩვენზე განსაცდელებს. არამედ, აი როგორც ქირურგის სკალპელი, ვირტუოზულად, თითოეულ ადამიანზე უნიკალურად, როგორც ქირურგი ისე მოქმედებს აი ამ განსაცდელებით ჩვენზე და მხოლოდ იმ ნაწილებს ჭრის, რომელიც ჩვენთვის ამაზიანებელია. ეს იცის მორწმუნე მიცის, რომ ის რაც ტკივა, ღვთის მოსიყვარულე ხელით ჭრილობებია სკალპელით. ამიტომ მინდობილია ღმერთზე და არ შიშობს და არ ნერვიულობს და არ იმშვიდად. ჩვენ რა გვემართება განსაცდელების დროს? ვიწყებთ ტვინვას, წუწუნს, წმენას ვკარგავთ, ბოღმებით, მრისხანებ ხვდებით, ღმერთს არ ვენდობით, ღმერთს ვერ ვხედავთ. ანუ ჩვენ ურწმუნოები ვართ. ამიტომ ჩვენი რწმენა და ურწმუნოების ილუსტრაცია ხდება აი ამ დროს. როცა განსაცდელები მოდის, როგორ იქცევი? როცა სიმდაბლით, მორჩილებით, მოთმინებით, დიდსულოვნებით, როცა არ ითმები. როგორც კი ამბოხი გაქვს, პირად განსაცდელზე, წამსვე შენთან პრობლემაა.